ღმერთო ეს წუთი სოფელი მიხქრის დღითა და ღამითა რომ ვთხოვ მაინც არ დადგეს არც წუთითა და წამითა მის მსგავს ეს გულიც არ ცხრება არც დღისით არც ღამითა საფიქრალი მაქვს ბევრი რამ მაგრამ რას ვხვდები ამით წუთი სოფელი სავსე არის ფათერაკებით და ჰგავს მახესა დაგებულსა ავაზაკებს რა არის დარდი რა სევდა დროა ვიფიქროთ თუ მოვერევით წუთი სოფელს მაშინ ვილხინოთ ტაძარში იშვიათად შევდიოდი. წირვალოცვებს არ ვესწრებოდი და რომ ნახავდი მუხლმუდრეკილ ადამიანს, ვფიქრობდი, ნეტავი ამდენს რას თხოვენ უფალს მეთქი. აი ეს იმდენად არაეკლესიური ვიყავი და არაეკლესიურად ვცხოვრობდი და ეს განსაცდელი, რაც ღმერთმა მომივლინა, იყო მოსაქცევი პირადად ჯერ ჩემი და მერე ჩემი ახლობლების ვინც ნახა ის სასწაული, რაც მოხდა ჩემი შვილის თავზე. ბარბარე 2 წლის იყო, ავად რომ გამიხდა. ვერანაირ საჭმელს ვერ იმელებდა და მივიყვანე ექიმებთან. გამაგზავნეს იაშვილის დიაგნოსტიკის ცენტრში და იქ დაუდგინდა ბავშვს ცელიაკია. ამ დროს არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს არც ქერი, არც შრის და არც ხორბლის ნაწარმი. საშინელი დაავადებაა. არ იკურნება ფიზიკურად და ვერც მედიცინა ვერ მკურნალობს. მთელი სიცოცხლის მანძილზე დიეტა უნდა დაიცვა. საშველი არსად გამოჩნდა. ბავშვის ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. რა მექნა? წავედი მამა აკაკისთან. როგორც კი კარის შევაღე, ოთახიდან გამოფრინდა ჩიტი. მიკოცნის ხელებს და მეუბნება: ჩემო სიხარულო, ჩემო სიყვარულო, წვიდაო ღმერთო, ქრისტე აღსდგა. ვაიმე გავოცდი, გავგიშდი. ნუ არ ვიცი, ენა ჩამივარდა მწელში, რა ვთქვა, არ ვიცი და რომ გამოვდივარ ეხლა აწამოსლა არ მინდა და ჩიტს უთხარი ჩიკო მე მივდივარ ეხლა მეთქი და იცით რა მითხრა ღმერთს მიმებარებინე დედა ეს რომ მითხრა გადავირიე მოვდივარ ვტირივარ მაგრამ რას ვტირივარ ვიძახი უფალო 38 წელიწადი ტყუილა გამიტარებია არ ვიცი აი ესეთ ემოციებში ვარ და მოვედი სახლში მოვყევი სახლში და ვტირივარ ჩიტი ლოცულობთ ჩიტმა იცის ღვთის დიდება და მე ამდენი წელიწადი არ მილოცია ვიძახი და ჩემმა მეუღლემ მითხრა ისო ხვალო არიტირო დაწყლადიშენო და მეო ხვალო ჩიტს მოგიყვანო და წავიდა და მომიყვანა ჩიტი და დავარქვი იმ ჩიტის სიყვარული ჩიკო პირველი რაც თქვა იყო უფალო შეგვიწყალე ჩიკო რა გინდუცნაური არ უნდა იყოს ჩიტმა მასწავლა ლოცვა და მოვკიდე ბარბარეს ხელი და წავედით ანდრია პირველწოდებულის ტაძარში მივედით შევედით ტაძრის ეზოში და მამა სოკრატეს ეირნობს ეზოში ბარბარეს ვეუბნები დედიკო მიდი მამა სოკრატესთან დაგლოცავს მეთქი თავზე ხელს დაგადებს თქო და ბარბარემ შემომხედა და მეცრემლები მომადგა თვალებზე და კიო დედიკო შენ არიტირო და მე მივალო მივიდა მამა სოკრატემ დალოცა და ასე გადმომხედა და აი ესე დიდი მოწიწებით მივედი და დამლოცეთ მამაო ღმერთმა დაგლოცოთო და მამაო მე უთხარი ბარბარეს 2 წელიწადნახევარი არ უჭამია პური ვერ ინელებდა ბავშვი არ იზრდება და შეიძლება თუ არა დამილოცოთ ან როდის
ეხლა ამ წუთში მეუბნება მამა სოკრატე და შეგვიყვანა თავის სამლოცველო ოთახში და დალოცა ბარბარე და ქალბატონი ნათელა ვაშაკიძე მამაოს მომულელი მეუბნება მოდიო პური და ძეხვი ვაჭმე რომეო და შენო დააკვირდიო და ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო და წარმოუდგენელი ხელები ამიკანკავდა და ხელებს უმალავდი და ქალბატონმა ნათელამ სატრაპეზოში შეიყვანა და აჭამა და მეუბნება აბა მოდი დავაკვირდეთ რა მოხდებაო ხო და ბარბარემ ჩვეულებრივ მოინელა იმ დღიდან დღემდე ინელებს მამა სოკრატეს ლოცვა-კურთხევით ყოველივეს აბსოლუტურად ყველა საჭმელს არანაირი შეზღუდვა არ აქვს ზრდა დაიწყო ბავშვმა და მამა სოკრატესთან ერთად ბარბარე ტაძარში გალობს მთელი ტაძრის მრევლია მაგის მომსწრე და ისეთი დიდი სიყვარული არსებობს ჩემ შვილს და მამა სოკრატეს შორის ალბათ რომ არა განგება ღვთისა ასეთი დიდი სიყვარული არ შეიძლება ადამიანს უბრალოდ მეორე ადამიანი უყვარდეს მადლობა უფალს ასეთი რჩეული ღვთის შვილები გვყავს და შევთხოვ ქრისტე ღმერთს ჩემნაირი გამწარებული დედა ბევრი გაეხარებინოს 91 წლიდან ამ ქაშვეთის ტაძრის ბრეული ვიყავი, შემდგომ სტიქაროსანი და მნათეცკი, მაგრამ ყველაზე მძაფრად მამა სოკრატე ჩემ ხსიერებაში 91 წლის 22 დეკემბრიდან არის, მაშინ დაიწყო სამოქალაქო ომი, კვირა დღე იყო. წირვაზე მივდიოდით, ამოვედით თავისუფლებაზე. მეტროთი ვაგონიდან რომ გადმოვედით, მესმის ხალხის ყვირილი, პანიკა, რომ არ ახვიდეთ ჩვილო, ომია, ისვრია. ომის მნიშვნელობა დიდად არ ვიცოდი, იმიტომ რომ ჩვენ თაობას ომი ფილმებში ქონდა ნანახი. ციოდა დეკემბერი იყო, იმსხრეოდა ტყვიებისგან მინები აქეთ-იქით და ქაშვეთს რომ მეუახლოვდი, ელვისის სწრაფით შევარდი ტაძარში. იქ იყო მხოლოდ 10-15 კაცი. მახსოვს გულხურვალე ლოცვები ჩვენი მოძღვრების მახსოვს სიკვდილზეც კი ვფიქრობდი, უკვე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ჩემი ყოფნაში წირვის დროს 6-ჯერ ააფეთქეს რაღაცა. საღამო იყო. დიახ. და ლოცველი ვიყავი იმას საღამოდან. ისე იმ ღამეს 4-მდე გავატარე ძალიან ძლიერ ლოცვაში და მე უკვე გამოვედი, ესე იგი ჩემი შემოსვლარით სანქტ-პეტერბურგში და მალბაღმაც რომ თბილისი არ დაინგრა. მე რომ მყდარი ვიყავ თაჯიმეთში ვიდრე თბილისი ვარ იყოს მერთმა სადაც ინება გაჩნდა ადამიანისა იმიტას უნდა გაუფრთხილდეს მაგრამ იმიტის ნაწილი არის აი შემდგომ უკვე როცა ეს ომი დამთავრდა 9 აპრილის მერე ყველაზე საშინელება ეს იყო მივედით ტაძარში და უბრუნდით და მახსოვს რომ ვიდექით გუმბათის ქვეშ თოვდა და დაცხრილული იყო ქაშვეთის გუმბათის მინები და ჩამოდიოდა თოვლზე ზედ გვათოვდა. მოკლედ ქაშვეთის ტაძარში თოვდა, მამა სოკრატე კი წირავდა. მამა სოკრატეს როცა ახსენებენ, ასოცირდება კვეთებულის ლოცვებთან. გუნდ-გუნდად მოდიოდა ხალხი. და მახსენდება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძაფრად ჩარჩა ჩემ ხსიერებაში, მაშინ როცა მე მისი სტეხაროსანი ვიყავი. მარიამი ერქვა სხვათა შორის ამ ქალბატონს და ითხოვა, რომ შვილო, როგორმე ჩამიყვანეთ მამა სოკრატემდე, თავის სიტყვებით რო თქვა, ჩავკუტდი, ვეღარ დავდივარ და მახსოვს 3 თუ 4 სტიხაროსანი მხარში ამოვდექით აი ამ ქალბატონს და ძლივს ჩავიყვანეთ და შევიყვანეთ დავსვით აი ამ კვეთებულის ლოცვის დროს ეკვდერში და გარეთ ველოდებოდით, კარები იხურებოდა, რომ ვიფიქრეთ, ეხლა ისევ ჩვენი გამოსაყვანი გახდება ეს ქალბატონი და ეს იყო საოცარი და ეს არ იშლება ჩემი მეხსიერებიდან, იმიტომ რამდენი შემთხვევა იყო და ეს ყველაზე მძაფრად მახსოვს, რომ გაიღო კარები პირველი გამოდის ეს ქალბატონი და გაოცებული აღთვალებული ყვება, რომ რამხელა დიდი ნუგეში და შვება მიიღო აი ამ კურნების მადლით. ეს იყო ცოცხალი სასწაული, რომელსაც ჩვენ პატარა სტიხაროსნები შევცქეროდით გაოცებულებით.
ეს იყო 1998 წელს პირველი შეხვედრა მამა სოკრატესთან. მაგრამ შეხვედრა იყო როგორც პაციენტთან, სასწრაფო როცა მოიყვანა მამა სოკრატე. ვებრძოდით სიცოცხლეს რამოდენიმე დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მაღალი არტერიული სისხლის წნევა და აქედან გამოწვეული გართულებები. ფაქტობრივად ერთი თვე კურნალობდა ჩვენ კლინიკაში. მახსოვს რომ ძალიან დიდხანს პალატიდან არ გამოსულოდა, პირველი მე გამოვარსეირნე ესოში. და მამა სოკრატემ თავის ჭკვიანური თვალებით მოიხედა და მეუბნება, აი აქ უნდა აშენდეს ეკლესიაო და მე ვთხარი, ვაიმე, მართლა საეკლესიო ადგილია მეთქი, იმიტომ რომ მიტოვებული ადგილი იყო. ძალიან ისეთი ნაგვით სავსე, მაგრამ ნაცვნარები იყო და აი ეს ეკლესია რომ დგას, იქ ერთი ხეც არ მოჭრილა. ის ადგილი თითქოს და ეკლესიისთვის იყო მზად და მამა სოკრატემ მითხრა რომ მე აუცილებლად აქ ავაშენებ ეკლესიას. მამა სოკრატის ძალისხმევითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა რომ აშენებულიყო ამ საავადმყოფოს ეზოში ტაძარი, რაც მეტად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კურნალობენ აი ამ საავადმყოფოში, რადგან მრავალი შემთხვევა ყოფილა იმისა, რომ მეც და მამა სოკრატსაც რო იტყვიან ესე სიკვდილის პირზე მიგვისწრია ავადმყოფისთვის უთქვამთ აღსარება, გვიზიარებია, მოგვინათლავს კიდევაც აქ არის მრავალპროფილიანი საავადმყოფო არის ასევე სამშობია, რომ შესაძაც იბადებიან პრობლემატური ბავშვები, რომელთაც გაუარესებული აქვს ჯანმრთელობა, აი ვასწრებთ ხოლმე მონათვლას და ღვთისშეწევნით თუ გადარჩებიან, მერე უამრავი უკვე უერთდება ჩვენი ეკლესიის მრევლს, ხდებიან ლოცველი და მადიდებელნი უფლისა. ჩემთვის როგორც ექიმისთვის, პროფესიონალისთვის ამ ეკლესიის არსებობა გამიადვილა ჩემი მუშაობა, იმიტომ რომ როდესაც მძიმე ავადმყოფია, ყოველთვის სანთელს ვანთებ და როდესაც ძალიან რთულია, მაშინ გავბივარ და მამა სოკრატეს ვეხოცე, მამა სოკრატე დამილოცეს პაციენტის ავადმყოფი რომ გადამირჩეს. და გავდივარ აივანზე და ვიცი რომ მამა სოკრატე იქ ლოცულობს და ვეხოცები ღმერთს რომ ღმერთო ჩემ კლინიკას, ჩემ პაციენტს უშველი. მე რომ უყურებ ხოლმე, შევხედა მამა სოკრატე ძიმე ავადმყოფებთან მიყავთ, მოყავთ, შევხედავ და იცით რამხელა ძალა, ენერგია მემატება და ყველა საავადმყოფოში უნდა იყოს ასეთი ტაძრები და ჩვენ ბედნიერები ვართ იმ ექიმებთან შედარებით, რომლებიც სხვა კლინიკაში მუშაობენ, იმიტომ რომ მამა სოკრატე გვყავს აქ. ჩვენ ფიზიკურად ვარჩენთ ექიმები პაციენტებს, მაგრამ სულიერი მორჩენა ჩვენ გვიჭირს და ეს ტაძრის გარეშე შეუძლებელია. სულიერი საზრდო თუ არა გაქვს, ფუჭია ცხოვრება ამ ქვეყანაზე. ხამე წელი მუშაობდი მოსამართლედ, აქედან ბოლო 5 წელი მუშაობდი ქვეყნის უზენაეს სამართლის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. და სამოქალაქო ომის და აშლილობის პერიოდში უამრავი სირთულე გაჭირვება მქონია. ყველაფერ ამ ფათერაკებს მამა სოკრატეს ლოცვებმა ამაცილა. მამა სოკრატე იმ პერიოდში იყო ქვაშოთვის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარი. პირველ სართულზე უამრავი მრევლი ესწრებოდა მის ლოცვებს. არ მახსოვს უბრალოდ ეს 96-97 წლები მივედი მე ჩვეულებრივ მამა სოკრატესთან, უამრავი ხალხი იყო, ლოცვების ბოლოს მხოლოდ დარჩენილიყავი და მე ვისაუბროთ. მოვიდა ერთი ქალბატონი, რომელსაც ახლდა პატარა ბავშვი, ასე 14-15 წლის. ეს ბავშვი იყო რაღაც წელში მოხრილი, დათრგუნული. დედამისი მოუყვა მამა სოკრატეს რა დაემართა ამ ბავშვს. მათ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი ორსართულიანი. ეს ბავშვი იყო ჩვეულებრივ ჯანმრთელი, ყველაფერი და ზედა სართულზე დამაგრებული არ იყო ფიცრები. ამ ფიცრებს შორის თამაშის დროს ეს ფიცრები გაცურდა და ჩამოვარდა ეს ბავშვი და შეშინდა. მას დაეწყო საოცარი მოვლენები. უძილობა პირველ რიგში. მეორე ის რომ ხშირად ტიროდა, ჩამოზიდა ცრემლი ღვიარებით, ახველებდა, აცემინებდა, რაც საოცრია კიდევ, სველდებოდა ოფლისაგან და ბევრი რაღაც მოძრაობები ახასიათებდა და ეს ემართებოდა ძალიან ხშირად. მამა სოკრატე მოიხმო ბავშვი თავისთან, თავზე ხელი დაადო და დაუწყო ლოცვა და საოცრება. ლოცვა დაწყებინა რამდენიმე წუთში, ყველაფერი რაც ეს დედა მოყვა რა ჭირდა ამ ბავშვს, დაეწყო მამა სოკრატეს. წამოვიდა ცრემლი ღვარად თვალებიდან. სამოსი სულ დაუსვლა თითქოს ოფლი, თითქოს გადაასხესო ვედრით წყალი. დაიწყო ხველება, ცემინება და ის მოძრაობები, რაც ამ ბავშვს ახასიათებდა. ყველა შევშინდით. მე შემეშინდა მამა სოკრატე, ალბათ გახდებოდა.
იმიტომ რომ უზომოდ დაიღალა. 2-3 ლოცვის შემდეგ ეს ბავშვი განიკურნა. წარმოვიდგინეთ, რომ ამ ბავშვის მთელი ეს ტკივილი და გაჭირვება მამასურათიმ თავის თავზე აიღო. ეს ერთი ეპიზოდია მხოლოდ, წარმოვიდგინეთ, ასობით ხალხის ტვირთი და ტკივილი როგორ შეუძლია ამ ერთ ადამიანს თავის თავზე აიღოს. ეს მხოლოდ ღმერთის ძალა. ეს არის ის მადლი, რომელიც უფალმა მის მამასურათის ლოცვებს და დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ ადამიანის გვერდით ვართ, მისი თანამედროვე ვართ და მის ლოცვებს ვისმენთ. არ დაგიმალავთ კიდევ ერთ აღმოჩენას, რომელიც მე გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგაც მამასურათი ამ დიდ რწმენას მაზიარა. მე მეგონა რომ ნატურის თვალი მხოლოდ ზღაპრებში იყო. აღმოჩნდა რომ ამ წუთსოფელში ნატურის თვალი არის. ეს დამანახა მამასურათი. მან მომცა ღვთის რწმენა. ნატურის თვალი ეს სახარება, უფლის სიტყვა, სიყვარულით, სიკეთით ყველაფერი მოგეცემა. 8 წლის ვიყავი, როცა ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვიყავი და დამემართა ფილტვების ანთება. მაშინ ჩემმა ექიმმა თქვა, რომ აუცილებელი იყო გამეკეთებინა ბრონხოსკოპია და შეიძლებოდა ამის შემდეგ ცალი ფილტვის ამოკვეთაც კი გამხდარიყო საჭირო. ეს იყო ორშაბათი დღე, როდესაც უკვე ანალიზები ამიღეს და სამშაბათს დანიშნული იყო ოპერაცია. მე ადრე უკვე ნაზიარები ვიყავი მამას სოგრატთან, მაგრამ კიდევ მინდოდა მიმეღო წმინდა ზიარება მამაოსგან. მე არ შემეძლო ეკლესიაში მოსულიყავი, მაგრამ მამაო თვითონ მოვიდა საავადმყოფოში. თვითონ როდესაც იგი შემოვიდა, ყველა ფეხზე დადგა. ის ჩემთან მოვიდა და ლახვის ლოცვა ჩამიტარა. მითხრა, რომ ჩემთვის დანა არ უნდა დაედოთ და მე ოპერაცია არ მჭირდებოდა. ექიმები სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ ჩემს გამოშვებაზე, ამიტომ დედაჩემი იძულებული გახდა, დაეწერა ხელწერილი და მან სრული პასუხისმგებლობა აიღო ჩემს ჯანმრთელობაზე. მეორე დღეს მე უკვე აღარ სიცხე მქონდა, აღარც მახველებდა და 3 დღის შემდეგ, როდესაც ანალიზები ავიღე, არანაირი ნიშანკვალი აღარ იყო ფილტვების ანთების. როცა პატარა ვიყავი, მშობლებს ქაშვეთის ეკლესიაში დავყავდი. ახლა მე თვითონ მივდივარ მამას სოგრატთან წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ტაძარში. მამა სოგრატა ჩემი სულიერი მოძღვარია. აღსარების დროს ბევრი ლაპარაკი არ მჭირდება. ხვდები, რომ ჩემს ფიქრებს ის ისედაც კითხულობს. ოცდათოთხმეტი წლის წინ მე ვუშაობდი კურორტოლოგიის ინსტიტუტში. ერთშვენიერ დღეს ჩემთან მოვიდა სამსახურში მორწმუნე მანდილოსანი, რომელმაც ვთხოვა მამა სოკრატესთან წავსულიყავი სამკურნალოდ. თურმე პატარა რომ იყო და აკვანში იწვა, წამოუკივლია ბავშვს. დედამ როდესაც გახსნა აკვანში და ამოიყვანა, ნახა რომ ხელფეხი გაჩერებული ჰქონდა. დედას არ ჰქონდა საშუალება იმისა, რომ შვილისთვის ემკურნალა, იმიტომ რომ დედა მარტოს დიდა შვილებს და მამა ომში ყავდა დაკარგული. როდესაც დავიწყეთ ჩვენ მკურნალობა, დაიწყო მამა სოკრატის ხელის თითქმით აღდგენა. ყოველ დღე დავდიოდი. უტარებდი პარაფინის პროცედურას, სამკურნალო ფიზკულტურას, სამკურნალო მასაჟს, ნემსებს. ვაკვირდებოდი, თუ როგორ ცხოვრობდა იგი მარტო, უჭირდა თავისი მოვლა. იმდენი ხანია ვარ მამა სოკრატესთან, რომ მისი გამოხედვით ხვდები, რა სწყის და რა უხარია. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ნერვიულობს, მაშინ ტკივა გული, როდესაც ეზოში შემოსულ მანდილოსთან შარლით დაინახავს. მაშინ მე ვცდილობ
მამა სოკრატის ავაცდინო, ნერვიულობა, გულის ტკივილი და მე მივცე შენიშვნა. მაგრამ რა ვქნა, ხანდახან უხეშადაც გამომდის. უფლისა მიმართ ვილოცოთ. ამ პატარა მიწაზე ყველანაირი ხეხილი, კენკრა და ყვავილი ხარობს, უგემრიელესი მარწყი მოგდის. ზამთარ ზაფხულ სულ გვაქვს ჩვენი ეზოს ბოსტნეული. გვრიტები და მტრედები მოფრინდნენ, დღესაც ჩვენთან ცხოვრობენ. თუმცა რა გამოლეს მამა სოკრატთან სასწაული? ერთ დღეს დავინახე, რომ ხატი იყო სისხლში გახვეული. მე ამას ასე ვხედავდი, მაგრამ მე მინდოდა ჩემზე უფრო მორწმუნესთვის მეჩვენებია და ბერთან, მამა იოანესთან ვეზიარე და ზიარების მერე ვაჩვენე ხატი. მამა იოანემ თქვა, მე უძლური ვარ ამ ხატის წინაშე და მეც დახმარება მჭირდება. უნდა დაგვეხმაროს მამა სოკრატმა და მამა იობმაო. მამა სოკრატი, თუ რამე ამ ხატთან შემეშალა, ჩემი უცოდიდარობით, იმიტომ რომ მე მეტი განათლება ალბათ არ ამაქვს. თუ რამე ვიცი, მე იმას არ ვაკლებ, არც გაჭირებულს, არც თქვათ მათხოვარს, არც ეკლესიას, ის რაც ჩემი შესაძლებლობის ფარგლებშია. ღვთის მშობელო, ქალწულო, ვიხარო იმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ, ნეტაშვილი და ურთხეულარს, ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთან. ჩვენი ერის, ჩვენი ერის ცოდვები, ურწმუნოება, ჩვენი ერი გაყიდული არის, იყიდება, ფულზე იყიდება. აი ამის ცოდვა არის. მოდი, ეს რა მოიდანხა და დარჩეს. მამა სოკრატი დარჩეს. შენ გადავწყვეტები და ისე მე როლი ბერი ვიტვირთავ. ვიტვირთავ მე თუ ეს ასია. თვირს ვიდე. ქართული სულისთვის ხმასობდა. ის განგებამ შეგვახვედრა ჩვენ ერთმანეთს და პირველივე შეხვედრისთანავე რაღაც ძალიან ახლო ურთიერთობა გაივარდა. უცბად შემოვიდა კონტაქტში და უცბად დავახლოვდით ჩვენ. რაღაც ისეთი დამოკიდებულება ქონდა, მას თითქოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობდით. აი დიდი სიყვარული და დიდი სითბო მიგძენი მის მიმართ.
და საბოლოოდ დავწმუნდი მის განსაკუთრებულ ძალაში, როგორც მოძღვრისა, როდესაც მე მანახეს კასეტაზე ჩაწერილი ის თუ როგორ უკითხავს მამა სოკრატე კვეთებულის როცას ერთ ახალგაზრდა ყმაწვით, რომელსაც ორი მორჩილი იჭერდა და როგორც კი მამა სოკრატე დაიწყებდა ლოცვას, იმ წუთშივე ეს ადამიანი, რომელიც თითქოს ჩვეულებრივი ჩანდა, იწყებდა რაღაც უცხო მოძრაობებს. ხრალი, ფირფი, ამბატავა. ორი კიდე და ორი. ანუ კან. ამინ. სულ მარადუკ და ესე უთხარი. მოგეშვას თორე მოკლა. მაბოთ. ჩაახუდე. საერთო საზოგადოება ძალიან ნაკლებად იცის აი ამ ფენომენის შესახებ, რასაც ქვია შეპყრობილობა ადამიანში, ეშმაკირულობა ადამიანში. იმიტომ რომ ძალიან ნაკლებია ეკლესიური ცოდნა. საქმე ის გახავთ, რომ ესე იგი ბორო ძალას, ანუ ეშმაკს, რომელიც ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ ზოგს ამაშიც ეპარება ხოლმე ეჭვი, მას რა თქმა უნდა ყველა ადამიანის წარწმედა სურს და ყველა ადამიანის ტანჯვა სურს, მაგრამ უფალი იფარავს თითოეულ ადამიანს. ხანდახან ღვთის განსაკუთრებული დაშვების გამო ისე ხდება, რომ რაღაც მიზეზით შეიძლება ეს იყოს რაღაცა ჩადენილი ცოდა, შეიძლება რაღაცა სხვა დაფარული განგება არ არის აუცილებელი რომ ყოველთვის ცოდის გამო დაემართოს ეს ადამიანს. ბოროტ ძალას ეძლევა ძალაუფლება ადამიანზე მეტად თუ ნაკლებად. ჩვენ საძინის ამოდანის ეძლევა შემოსილისა და საერთო მოხუნთა გიორგისა. ის გამანწყვი გავიგარებელი და მართალთა ხობოდა იუორინა. Аминь. Господи, Аминь. Господи, Аминь. Господи, Аминь. Спасибо. Аминь. Еще. Много. Аминь. აი ასეთ გაჭირვებაში ვერანაირი სამედიცინო ჩარევა რა თქმა უნდა ადამიანს ვერ უშველის. აქ მხოლოდ სულიერი მკურნალობა, მხოლოდ სულიერი კურნება შეიძლება შეეშველოს ადამიანს და დაიხსნას იგი. ვინც იცნობს ეკლესიის ისტორიას, ვინც იცნობს პატერიკებს, მას ახსოვს მრავალი ასეთი მაგალითი ყოფილა, მაგალითად მაკარი დიდი ცხოვრებაში. წმინდა იოანე კონსტანტელი უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში კურნავდა ასეთ ხალხს. მამა გაბრიელი ჩვენი მცხეთელი და მას ჰქონდა უზარმაზარი ძალა განკურნებისა. და მე მხოლოდ 1-2 მაგალითი გავიხსენეთ, რომ დღევანდელ დღესაც აი ასეთ ეპოქაში, როდესაც ქრისტიანობა უკვე ისეთი ძალის აღარ არის, არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ამის გაკეთება და ასეთი არის მამა სოკრატე. ეს თავის თავდაბლობის უბრალოების გამო ის შეიძლება იმდენად არ ჩანს ჯერ კიდევ. ჩვენ
ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის მის მიერ განკურნებული და ეს შემთხვევები შეიძლება ითქვას რომ ურიცხვით კი არის. სულ ერთეულებიღა დარჩენ ასეთ. ძალიან ცოტანი არიან. ჩვენ მათ ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ეს უდიდესი წყალობაა ყველა ჩვენთან განიცდის. და მამა სოკრატის ხელიდან არ გამოდის მარტო კურნება, ხორციელი და სულიერი, მისგან გამოდის უდიდესი მადლი და უდიდესი ცოდნა, იმიტომ რომ ის არის მას აქვს უდიდესი გამოცდილება, იმიტომ რომ იგი არის სამი პატრიარქის როცა კურთხევის ქვეშ ყოფი ადამიანი, უწმინდეს ეფრემ პატრიარქს იგი ჯერ კიდევ 68 წელს უკურთხებია დიაკვნად, შემდეგ მასვე მღვდლად და დაუნიშნია ლიტურგიის მასწავლებლად და დღეს აი მრავალი მღვდელმთავარი, მღვდელი მის მიერ ნასწავლი მსახურებით ადიდებს უფალ ღმერთს. უწმინდეს პატრიარქს დავითს აღუყვანი არქიმანდრიტის ხარისხში და აღუკვეცია ბერად და დაუნიშნია წმინდა გიორგის ტაძარში და ჩვენ პატრიარქი მეორე ჯვარი უბოძებია და 92 წლიდან იგი არის თავარი ხუცესი შიომღვიმის სამთავროს და სვეტიცხოვის მონასტრებისა და ეს იმის ნიშნებელია რომ საქართველოს ეკლესია ენდობა მამა სოკრატეს სულიერებას. დრო უსაზომო თუს იზომები დრო სანეტარო როდეს იქნება დრო უნდა ყოფოთ ნუ დაიხარჯვი დრო განცენ შენი ღირსება ფასი დრო მინდა იყოს მუდამ ნათელი დრო მშვიდობისა გამომსახველი დრო იყოს მუდამ სიყვარულისა სიხარულის და გაზაფხულისა დრო მომავალიც გვიახლოვდება დრო ალბათ ერთ დროს გაიზომება წარსული აწმყო და მომავალი თლიანობაში გამოვლინდება 1999 წლის ოქტომბერი 15 ოქტომბერი აი ამ ტუნელში მეტეხის ქვემოთ შემოვედი ძალიან მაღალი სიჩქარით გზები არ ვარგო და დიდ ორმოში ჩავარდნის შემდეგ გამოსცა 4-ვე საბურავი თოფის ლულიდან ტყვია როგორც ვარდებაო აი ესე გამოვარდა გვირაბიდან მანქანა ტრიალითო დავიმტვერი რასაც ქვია ავტოკატასტროფა დაზიანებული მქონდა აბსოლუტურად ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო მათ შორის ხერხემალი და ვიფიქრე აი ეს ყოფილა ალბათ სიბნელე აი ეს ყოფილა გარდაცვალება უცბად სიბნელე და წარმომიდგა თვალწინ ყველაფერი ჩემი ოჯახი მამა ჩემი დედა ჩემი მეგობრები შვილები აი აქ მინდა ვახსენო ორი ადამიანი რომელმაც პირველმა გააჩერა მანქანა ჩამომხედა და მახსოვს სიტყვები ცოცხალი ყოფილაო და აი ამ სიტყვების მერე ამ ხალხმა ისე გამომიყვანეს მანქანიდან აბსოლუტურად ყველაფერი დაზიანებული მქონდათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ისე გამომიყვანეს მანქანიდან რომ არაფერი დამატებით აღარ დამიზიანეს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოიყვანეს ახალგაზრდა ავტოავარიის შემდეგ ძიმე მდგომარეობაში მრავლობითი ტრავმა, მრავლობითი ორგანული უკმარისობა და ღრმა კომა. 28 დღე ვიყავი კომაში. ამ 28 დღის განმავლობაში ბევრი რამე გადავიტანე, მრავალი ფრაგმენტი მახსენდება, მაგრამ ძირითადად მახსენდება ის, რომ ამ ქვეყნიური ტკივილი და იმ ქვეყნიური ტკივილი ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ იმ ქვეყნიური ტკივილი არ მთავრდება. მომივიდა ესეთი შემთხვევა, დავიწვი აბსოლუტურად იგივე სურათი, რაც ამ ქვეყნად მოვიდოდა ადამიანს, კანი აი თითქოს გოჭივით შემეწვა. ასევე ტკივილი ზუსტად, სუნი ზუსტად იგივე და არ ყვდებოდი და ეს ტკივილი არ თავდებოდა. ხშირად განსაცდელები ავადმყოფობის ან კიდევ სხვა სახით ეწვევა ხოლმე ადამიანს. როგორი არის ავადმყოფობის გამოსავალი? ღმერთი ღებულობს გადაწყვეტილებას და თავისი ერთგული მლოცველისა და მსახურების ხელით ახდენს სხვადასხვა სასწაულს. ჯოჯოხეთი ყოფილა ზუსტად ის
რაც აქვს ტკივა, რაც აქვს წყლის, რაც აქვს როგორ თქვა, აი, თითქოს ალში წვავს, იგივე გვემართება ჯოჯოხეთს და ეს ტანჯვა არის გაუთავებელი. ეს ტანჯვა მიდის იმდენ ხანს და იწერება იმდენ ხანს, რომ აბსოლუტურად ამის ზენით გადმოცემა წარმოუდგენელია. ეს არის ტკივილის და შფოთვის რაღაც განსაკუთრებული ნაზავი. დაიჩვენ და სასიხარულოდ მერაბთან მამა სოკრატე მოიყვალეს. მამა სოკრატმა ნახა მერაბი და მაშინვე თქვა, რომ საჭირო იქნებოდა ხანგრძლივი ლოცვები მისთვის. აი ამ საღამოდან, როდესაც მამა სოკრატე მოიყვანეს, თანდათანობით გამტკიცდა ჩვენ იმედი და დაიწყო ის ცვლილებები, რომელმაც უფრო მეტი იმედი ჩაგვისახა ჩვენ ექიმებს და ეს იმედი თანდათან გადაედო მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებსაც. მოკლედ ეს ერთი თვე ვიცხოვრე ნამდვილად ჯოჯოხეთური ცხოვრებით და ამ რამოდენიმე ხნის მერე მოხდა ისეთი ფაქტი, რომ თითქოს რაღაც ერთი მომენტი მესიამოვნა. დამიამდა ის ტკივილები, რაღაც განათებულ ადგილას მოვხვდი, მაგრამ მე ხომ ვერაფერს ვერ ვგზნობდი. ეს ყოფილა თურმე მამა სოკრატის ლოცვა, ეს ყოფილა ის დღე, როცა პირველად მოსულა მამა სოკრატე ჩემთან, მე აბსოლუტურად გათიშული დამლოცა და აი მაშინ ვიგზენი ის რაზეც ეხლა ვსაუბრობ და რაზეც ეხლა ვყვები. დღეს, როდესაც ვიხსენებთ აი ამ შემთხვევას, მამა სოკრატეს მადლიანი ლოცვის შედეგს, აი სიხარული არის ენით გამოუთქმელი. ღმერთი მისი ხელით კიდევ მრავალ სასწაულს მოგვივლენს. მრავალი იქნება განკურნების შემთხვევაც. ხოლო რაც შეეხება სასულიერო პირს, როგორც წესი, მასზე ბევრ დადებიც არ ამბობენ. საკმარისი არის მოწმობა იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც მამა სოკრატე თითოეულ ჩვენთაგანზე ანაწილებს. პროფესიით ექიმი ნეიროპათოლოგი ვარ. სამწუხაროდ ჩემი დიდი ოჯახის არც ერთი წევრი ეკლესიურად არ ცხოვრობდა, მანამდე სანამ უფალმა თავისი ძალა არ დაგვანახა. ჩვენ სოფელში ზღუდერში ამ ადგილას მე-6 საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იდგა. დროთა განმავლობაში ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დაინგრა. რამოდენიმე წლის წინ ამავე ადგილას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ჩემი ვაჟი რომანოზი თავისი სურვილით წავიდა და ფიზიკურად ეხმარებოდა მრევლს. თბილისში როცა ჩამოვიდოდა, გული არ უჩერდებოდა, ისევ იქ გარბოდა. იქ ბევრი საქმეა და მამაოს ვერ უღალატებო. ერთ დღეს კარზე ზარისხმა გავიგონეთ და გავაღეკარები და რას ხედავ. რამოდენიმე ბიჭს ჩემი შვილი ხელში აყვანილი შემოღავთ. პირველ რიგში ვიკითხე რა მოხდა და დამაწვინეთ ყვირის ჩემი შვილი და ფეხები. გავხადეთ შარვალი და რას ხედავ, ყველა კუნთი ერთნაირად ხტუნავს, დაჭიმულია და დაჭიმულობა და ხტუნმა მთელ ტანზე ვრცელდება. ცოტა არ იყოს დავიბენ იმდენად, რამდენადაც ჩემს სამუშაო პრაქტიკაში არ მქონია ასეთი რამე და არც წამიკითხავს. მე მინახია ეპილეფსიური გულყრები, მაგრამ აი ასეთი რამ არ შემხვედრია. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მოვიდა ბრიგადა. ადგილზე გაკეთდა, თუ კი რაიმე შეიძლებოდა დახმარება მისცემოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გადასაყვანის შეიქმნით საავადმყოფოში. ავადმყოფი 2009 წლის დეკემბერში შემოიყვანეს გამოკითხვით, რადგან რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული იყო რომანი 2005 წლიდან. მაგრამ ეს შაქრის ციფრები მერყეობდა და ინსულინოთერაპიაზე არ იმყოფებოდა, ტაბლეტებით მკურნალობდა. შედგა კონსილიუმი. კონსილიუმის შემადგენლობაში შედიოდნენ ნეიროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი და გადაწყდა გაკეთებულიყო თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა, რათა გვეპოვნა იქნებოდა თუ არა თავის ტვინში პათოლოგიური კერა. ამ გამოკვლევის შედეგმაც გვიჩვენა, რომ პათოლოგიური კერა არაფერი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ავადმყოფის მდგომარეობა თანდათანობით მძიმდებოდა და კრუნჩხვითი მოძრაობები და კრუნჩხვითი ტკივილები თანდათანობით ძლიერდებოდა. ჩემი პრაქტიკის მანძილზე არ მინახავს მსგავსი
რაც არ უნდა ჩავრეულიყავი და წამლები გაგვეკეთებინა მისთვის, მისი მდგომარეობა არ სწორდებოდა. ჩემთვის როგორც ექიმისთვის უჩვეულო იყო ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ესეთი პრაქტიკული გამოცდილებისა, ინსულინის გაკეთებასთან ერთად კუნჩხლის დაწყების არც ერთი ფაქტი არ მქონია არასდროს. ამ შემთხვევაში ესეც ემთხვეოდა, რამდენჯერაც გაკეთდა ინსულინი, კანქვეშ შევიყვანე ძალიან პატარა ზვერებში 4 ერთეული, 2 ერთეული, ავადმყოფს უძლიერდებოდა კუნჩხლა. იმ დონეზე, რომ დიაზეპამის გაკეთების მომენტშიც კი არ იხსნებოდა ეს კუნჩხლა. დგევარ ფაქტის წინაშე, რომ შვილი ხელიდან მეცლება და ვერაფერს ვერ ვაკეთებ, როგორც დედა. მე უკვე ექიმი აღარ ვარ აქ. ყველაფერი მინახია, მაგრამ ასეთი ტანჯვა, რასაც მე ჩემი საკუთარი შვილისას ვხედავდი, მართლა არ მინახია. შუაღამისას გამაღვიძა საშინელმა ხმაურმა, რაც უფრო ქარიშხლის ხმას გავდა. ბავშვები ტიროდნენ. აი თავზარდამცემი სიტუაცია იყო, გამოვადი ჩემი მეუღლის ოთახში და კედელზე ყველა ხატი ქანაობდა. ეს იყო საშინელი მომენტი, მაგრამ შუქი როგორც კი ავანთეთ, ხატები გაჩერდნენ. ოღონდ ხატები იყვნენ ცერად. ღამის 3 საათი იქნებოდა. მეუღლე მითხრა, რომ რომანი იქით არის გასულიო და მიხედავ. მეც გავიდა უკვე ამ დროს მოდიოდა რომანი, ფეხები მოკეცილი, ხელებზე დაყრდნობით მოდიოდა ოთახისკენ. და კალიდორის ბოლოში რომ შემოვიდა, უცებ დაიყვირა, რომ მამა ნუ მკაჭა მუკანო. და მე ახლა გავხსნილი როგორ უკანას ვკაჭო, მე უკან მოვდევდი, არაფერი არც ხელი მქონდა მოკიდებული, არც არაფერი და რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ გაიმეორე, მამა ნუ მკაჭა ვერ მივდივარ წინო. და ამ მასე ახლა უყურებდი და იდგა ამ მომენტში და უცებ ხელი წამოიღო და ვაიმეო დაიძახა და რა ჩამომჩხაპნეო, რა არის ესაო, ჩხილებით ჩამომიზვიო თუ რა არისო და ნუ ახლა უყურებ აზე ვერ მოდია რა ხდება, რა ამბავი არის. უცებ მოწდა მოეშვა ეს რომანი წავიდა წინ. აიწია აერში დაახლოებით 30-40 სანტიმეტრი იქნებოდა რა ესე და უცბად აიწია და გადმოვარდა უკან და უკან რო ვიდექი დამეჯახა პირდაპირ ფეხებში ზურგით. მე და მეუღლემ წამოვიყვანეთ და დავაწვინეთ. და მე მეუღლემ თქვა რომ მოდი ერთი ვნახოთ რა არის ეს ზურგზე რას ტკიოდაო და რო გადავხადეთ და ვნახეთ ეს ზურგი აი ეს 3 თითის აი ეს ჩამოჩხაპნილი ქონდა, თითქოს ჩხილი ჩამოგიჩხაპნიაო, მთელი კისრიდან ბოლომდე, კუდუსუნამდე, ხერხემლის გასული, აი ესე პირდაპირ. ჩამოსმული ქონდა. დავკარგი მხედველობა. ვერ ხედავდი ვერაფერს, საერთოდ. ჩემს წინ იყო სიბნელე. მერე გრძნობელობა დამეკარგა წელსქვევით. წამერთვა ფეხები საერთოდ. და იმ ტკივილცებსაც გაუძლებდი ყველაფერსაც, ოღონდაც ის დამენახა, რომ ჩემი საკუთარი შვილი მოდიოდა ჩემთან და მეუბნეოდა, მამიკო დამინახე, მამიკო დამინახე და მაგ დროს მე ვერ ვხედავდი ჩემ შვილს. ამ ყველაფერს უყურებდი დედა, სასოწარკვეთილი, ექიმი, რომელიც ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და გამწარებული ვჩიოდი, მიშველეთ რა ვქნა, ვის მიმართო, სად წავიდე. ყველა ჩემ კოლეგას მიმართავდი, მითხარით ახლა რა გავაკეთო, რა გამოვიკვლიო, რა გზას დავადგე, მიკვდება შვილი. და გამახსენდა ერთ-ერთი სასწრაფოს ექიმი, რომელიც მამა გაბრიელის მრევლი იყო და მან მითხრა, ქალბატონო ლეილა, თქვენ შვილს მხოლოდ და მხოლოდ ხსნა ღმერთისგან აქვს, ეს იცოდეთ, მე არც ნერს გავუკეთებ და არც ამას დავალევინებო. ექიმებმა რომ ვერ გამიგეს ვერაფერი საერთოდ რა მჭირდა ყველაფერი აი ხელმოსაჭიდი რო არაფერი არ ქონდათ მე მიყვანეს მამა სოკრატესთან მამა სოკრატესთან რომ შევედით საოცრება იყო ჩემთვის პირდაპირ იმიტომ რომ მე ეს ადამიანი არასოდეს არ მენახა შევხედე მის ბავშვივით სათნო სახეს და უწყინარ თვალებს ეს იყო საოცარი შვება ჩემს ფსიქოლოგიაში, ჩემს სულში და ჩემი შვილის სხეულშიც შევამჩნიე რომ მოეშვა და დამშვიდდა. თავზე დამადო ხელი და დაიწყო ლოცვა. და მე ვეუბნევი მამა სოკრატეს. მამაო, როგორ მინდა თქვენი სახის დანახვა მეთქი. და მამა სოკრატე მეუბნება შვილო, იგრძნობთ. მე ვგრძნობ მაგას, რომ შენ ეგრე არ დარჩებიო. მართლაც უფლის წყალობით და მამა სოკრატეს წყალობით
ამიხდა ეს ყველაფერი როგორც მამა სოკრატე მითხრა. მეოთხე ლოცვის მერე დამიბრუნდა მხედველობა. დავდექი ფეხზე და მალე ამ ყავარჯინსაც გადავაგდებ მამა სოკრატის წყალობით. უფლისა მიმართ ვილოცოთ უფალო შენ ვიწყალე ჯვარც მითა შენ და ქრისტე განიგმირა მძლავრი დაითრგუნა ძალი მტერისა რამე თუ არა თუ ამ მარცა კაცმა რამე თავადი უფალი მოხვედა გვაცხონენ ჩვენ მოდიხთ მომიყიდენ ჩვენ წყევისა მისგან ჟულისა მოიხილე ჩვენზე და ყოვლად ქებულ ღვთისმშობლის ხორცს და ჩვენ დაწულებანი ბოროტნი ღირსღობა ჩვენ და დება შენ და უფალო დიდება შენ და ამინ წმინდა ღმერთო წმინდა უძლიერო წმინდა შეგვიწყარენ ჩვენ წმინდა ღმერთო წმინდა უძლიერო შეგვიწყარენ ჩვენ ადამიანი უზური არის, რაიმე აწუხებს, ანუ სნეული არის, ის დაღონებული არის. ეხლა ეს წმინდა ბავშვი ბარბარე და პატიოსანი კაცი რომანოზე იყვნენ დაღონებულები. ეს ფაქტებია და დღეს მე მგონი აღარიან დაღონებულები და უხარიათ. სიხარულით, ამიტომ ამ ეს დღე აღნიშნოთ ამათიც ეკვით. აბა, ტაში